პარტია, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სტრატეგიულად ერთ პოზიციაზე ვართ. სწორედ ასე აფასებს ელენე ხოშტარია ბოლო დღეების განმავლობაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასა და მცირე დაპირისპირებას ლევან ხაბეიშვილთან და რაც ყველაზე მთავარია ის მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ შესაძლებელია ტაქტიკური თვალსაზრისით პარტიებსა თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა რაც ყველაზე მთავარია მისი განმარტებით ყველა თანხმდებიან იმაზე, რომ ახლა ბრძოლის ხაზი სწორედ დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადის. ამბობს იმასაც, რომ 4 ოქტომბერი ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია და რომ აქამდეც იქნება აქციები, ამიტომ ის მოუწოდებს ყველა თანამოაზრეს, რომ იფიქრონ ამ გაერთიანებაზე, იფიქრონ ერთობასა და ერთიანობის ძალაზე და რაც ყველაზე მთავარია გარდა ამისა აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის, რომ არ თანამშრომლობა გაგრძელდეს იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა მიმდინარეობს და რომ ის არჩევნები, რომელიც მისი განმარტებით არის სპეცოპერაცია და არაერთ გზის წოდებული და შერაცხული, იყოს დაიგნორებული ყველა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან და რომ ყველა იყოს იმავე პოზიციაზე, რომ აუცილებელია 4 ოქტომბერს გამოვიდნენ ქუჩაში და არა იმ არჩევნებზე, რომლებიც არა არჩევნები, არამედ სპეცოპერაცია. 8 პარტია, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ამ სტრატეგიულ პრინციპში არ თანამშრომლობს და დელეგიტიმაციის ჩვენ მონაწილეობთ. ეს ერთობა არის მთლიანი, ამიტომ სტრატეგიულად ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე. არის ტაქტიკური განსხვავებები, როდის, როგორ, რა დანაპირებით, რა ფორმით უნდა იყოს აქციები, ჩვენ უნდა კეთილი ვინებოთ და აქ ჩემ თავსაც მიმართავ და დახურულ კანს მიღმა უნდა შევთანხმდეთ, შევძლოთ ამაზე შეთანხმება და ამ თვალსაზრისით ეს იყო მიზანი ჩემი სწორედ რომ ერთი საზოგადოებას ბოდიში მოუხადე იმაზე რომ ასე გამოტანა ტაქტიკური კამათის საზოგადოებისთვის ტკივნეული არის ხოლმე როცა ამას უსმენენ. მეორე მხრივ ჩემი პოზიცია იგივე რჩება ამ ტაქტიკურ საკითხებზე და ამაზე ვისაუბრე კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილთან, თინა ბოკუჩავასთან. ტაქტიკური კამათი, რომ დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია, ამაზე თანხმდებიან, თუმცა კვლავ აქვთ გარკვეული პოზიციური აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, უნდა დასახელდეს თუ არა ეგრეთ წოდებული დედლაინი, ბოლო თარიღი ბიძინა ივანიშვილის გუნდის დამარცხების. პარტიათა ნაწილი ფიქრობს, რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ კონკრეტულ თარიღებზე ისაუბრონ და რომ ყოველი დღე არის ბრძოლის დღე, მათი განმარტებით არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულ რიცხვებზე ისაუბრონ, რადგან თუ კი ეს თარიღები არ იქნება გამარჯვების თარიღები, შესაძლებელია ამ ყველაფერმა საზოგადოებაში გარკვეული ტიპის ნიჰილიზმი გამოიწვიოს, ხოლო მაგალითად პაატა ბურჭულაძე, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ ეს თარიღი უნდა გაფორმდეს ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების პოლიტიკური დასასრულის თარიღად. ეს თარიღი არის ბუნებრივადაც დედლაინი და ამ დღეს რა თქმა უნდა დიდი აქციის, მასშტაბური აქციის გამართვა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველანი შეუერთდებით აუცილებლად 4 ოქტომბრის დემონსტრაციას, იმიტომ რომ ქართული ხალხის ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს, სწორედ რომ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და ყველა აქციის მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის სისტემის დემონტაჟი და არა უბრალოდ შეკრება. მშვიდობიანი რევოლუცია, რაღაც ახალი ხილი და არაკონსტიტუციური ხილი, რომელსაც არ ცნობს მაგალითად საერთაშორისო სამართალი არ არის, საერთაშორისო სამართალიც არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სამართლითაც არის გარანტირებული ეს უფლება რევოლუციის და მშვიდობიანი, ასე ვთქვათ, შეცვლის ხელისუფლების. მილია კიდევ თქვა, რომ განვაცხადო სრული პასუხისმგებლობა 4-ში ჩვენ ამათ წინააღმდეგობას კი არ ვუწევთ, ჩვენ 4-ში ვისტუმრებთ ამას. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. და ამას ჩვენ გავაკეთებთ აუცილებლად, ჩვენ უნდა გავაცხადოთ ერთმანეთს. ჩვენ ერთი მტერი გვყავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს მტერი უნდა გავისტუმროთ ჩვენ 4 ოქტომბერს. მართალია ოპოზიციაში ამბობენ, რომ მშვიდობიან რევოლუციაში არც ახალი და არც საგანგაშო არაფერი არ არის, თუმცა ქართული ოცნების პროპაგანდა სწორედ ამ საკითხზე აგებული. ამის ერთ-ერთი დასტური დღევანდელი ირაკლი ყობახიძის განცხადებაც იყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად აქცენტირებს იმაზე, თითქოს არ ადარდებს ოპოზიციის რეზულტატი, რომელსაც ის ახლა ან ოქტომბრის თვეში დადებს, ის დღესაც კვლავ იმეორებდა, რომ ოპოზიცია ემზადება რეჟიმის დამხობისათვის, თუმცა მას დაავიწყდა იმ კითხვაზე პასუხისგაცემა, რომელმა ოპოზიციამ უნდა ამხოს რეჟიმი, როგორც თავად უწოდებენ, რომელსაც არ აქვს ქართული ოცნების თქმით ლეგიტიმაცია და რომელსაც არ ყავს ამომრჩეველი. სწორედ ეს კითხვა დაუსვეს ირაკლი ყობახიძეს, თუმცა მას ამ ყველაფერზე არ აქვს სალსახა პასუხი, რადგან ნებისმიერ კრიტიკულ კითხვასთან დაკავშირებით მუდმივად მონოტონურად ერთსა და იმავე პასუხს იმეორებს და კვლავ ისრები პოლიტიკური ოპონენტებისაკენ გადააქვს, ამბობს, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად ხელმოცარული, მისი ციტირება რომ მოვახდინოთ ამ არჩევნების პირობებში და ზოგადად ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა ამის პარალელურად ის
ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აფიქსირებს და ამბობს, რომ ოპოზიცია რეჟიმის დამხობისათვის ემზადება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ამ ყველაფრის ფონზე მას ავიწყდება, რომ თავად უწოდებს ოპოზიციას ხელმოწარულს, თუმცა ამის ფონზე იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ ამბობს, მათ თითქოს ჰქონდეთ ძალა, რომ ქართული ოცნება დაამარცხონ. 2016 წლიდან ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არა მშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე და შემდეგ, თავისთავად მშვიდობიანი დამხობა ეს არის ერთგვარი ოქსიმორონი, ან თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები, დავალებები არის ასეთი, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ეხლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნება ბრძოლის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ დადებითად არ ახასიათებს. ოპოზიცია ბრძოლის მთავარ ველად დედაქალაქის მთავარ გამზირს მიიჩნევს, როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები ჩვენთან საუბრისას მუდმივად ამბობენ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდეს და არ ჩაცხდეს და სწორედ დღევანდელი დღეც არის ამის ერთ-ერთი დემონსტრირება. პროტესტის ზუსტად 250 დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი არის გადაკეტილი. მოქალაქეები აქ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მოსულები, საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ და ამბობენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა დღეს გაფორმდება მათი გამარჯვება თუ 4 ოქტომბერს, მათთვის მთავარია, რომ საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება დაამარცხონ. ამაში კი ეჭვი არ ეპარებათ, რადგან ამბობენ, რომ მათი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და შეუვალი, რადგან მათი განმარტებით ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და პროევროპულ კურსზე რელსებზე დაბრუნების ერთადერთი ხსნა და არჩევანი სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკური დასასრულია.